მიხეილ მესხის სადარგო მოედანზე იმარჯვეს მოაქვთ ბურთი იბერიას ფეხბურთელებს შეტევა ალთუნაშვილმა ვერ განავითარა, თუმცა მამაგეიშვილი მოძებნა იქვე და სწრაფად შეუძლიათ უკვე იბერიას ფეხბურთელებს წინ სვლა ნახოთ რას იზავენ 4-ნი არიან იბერიას ფეხბურთელები ძალიან კარგი გადაცემა ალთუნაშვილი დარტყმა კარგად თამაშობს მეკარე კიდევ ერთი დარტყმა და ამჯერადაც ყოჩახამ ეპიზოდში ნოდარ ყალიჩა ალიჟონი და ჟან კარლოსი არიან ასევე ნახევარდაცვაში ფეხბურთელები რომლებიც შეტევაზე იქნებიან ორიენტირებული და გასაგებია ფანცვლაი აქ ცოტა არეულობა ბოლოს გოშთელიანმა ითამაშა შეიძლება დარტყმა არა აი ხა დაარტყა ძალიან კარგად და ყოჩახ ამ ეპიზოდში ნოდარ ყალიჩა შემდეგ საკუთარ მოედანზე დინამო ბათუმთან უშუალო კონკურენტებთან ასე რომ ვთქვა და თავისუფლად შეიძლება ამ შეხვედრაში ქულების დაგეგმა რამდენად განხორციელდება რთული საქმეა აქ დარტყმა თავი და არაზუსტი კარგი ეპიზოდი ალბათ მეორე ტაიმშიც ანალოგიური სცენარი გვექნება ამასობაში თბილისელი ფეხბურთელები არიან შეტევაზე ზოური გადაცემა მამაგეიშვილი მარჯვენა ფრთიდან საჯარიმოში პასი ცოტა ძლიერი ყოფილიყო თუმცა შეინარჩუნეს ბურთი და გავიდა გოლი დღევანდელ შეხვედრაში და ეს ზაგანია გახლავთ რომელმაც მოახერხა ძალიან კარგად ამ ეპიზოდის ჯერჯერობით კი გოლი ითვლება აი ამ პასის შემდეგ არ არის ჯარიმა ყოველ შემთხვევაში პირველი გამეორები ჯარიმას არ გავს. ხო, ეს იყო უბრალოდ ფიზიკური ორთაბრძოლა მოიგო ამ შემთხვევაში. ზაგანიამ ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში. თუმცა ამ გამეორებიდან ცოტა შეიძლება ამაშიც ეჭვი შეგვეპაროს იქ ხელით რამდენად იშორებს ფეხბურთელი. ამას საჯები გადაწყვეტენ, ამას საჯები განიხილავენ და ამის შემდეგ ამაშიც და ორივე შეუძლიათ ამაშიც დაალაგება ესე მარტივად რო თქვა აქ სახიფათო იერიში დარტყმა და ყალიჩავა თამაშობს ძალიან კარგად ზაგანიას წაართვა დუბლის შესრულება და ძალიან კარგიც არის რომ ასეც უნდა იყოს კიდევ ერთხელ ვიმეორებ ყველა ადგილისათვის აქ სახიფათო იერიში შეიძლება გამოვიდეს უკეთესი დარტყმა შეიძლებაობით ვერც სამგურალი ვერ უტევს ისე აქტიურად როგორც ეს საჭიროა ანგარიშის გასათანაბრებლად. აქ სახიფათო იერიში შეიძლება მაინც გამოვიდეს. დარტყმა და კიდევ ერთხელ ყოჩა ბურთი. სამგურალის ფეხბურთელებმა ჩაწოდება ფანცვლაიას დარტყმა არაზუსტია. მატჩი მესამე ადგილისათვის ვიხილოთ. ეს გუნდები ერთმანეთს ხვდებიან ამასობაში კი იბერიას კარგი შეტევა დარტყმა და ყალიჩავა თამაშობს ჯერჯერობით აეხლა გადაცემა საჯარიმოში და რა კარგი შანსი იყო თამაშგარე საჯი აგრძელებინებს თუმცა თავი დარტყმა და მაკარიძე იღებს ბურთს ფანცულაიას კიდევ იბრძოლებს ამ ბურთისათვის მიიღო ბურთი ვნახოთ ერთი ფეხბურთელია მის წინააღმდეგ ინარჩუნებს ახვლედიანი არ არის აქ ჯარიმა რატო გაჩერდა ახვლედიანი უნდა გაეგრძელებინა აქ თამაში და აქ საკუთარ კარში წრიდნენ ბურთს იბერია სამგურალის ფეხბურთელები და ხარიხამ დრო არის ჯერ კიდევ ნახევარი წუთი და ამ ნახევარ წუთს როგორც ჩანს შეტევაში გაატარებს იბერია თუ აქ ზოური შეუძლია დაამთავროს და დაამთავრა კიდეც დაამთავრა 2-0 არმელ ზოური არავინ არ ელოდა ალბათ მისგან მაგრამ აი ბოლომდე ბრძოლის მაგალითი ზოური სადებიუტო გოლია საქართველოში ჩვენს ეროვნულ ლიგაში საერთოდ და მარჯვენა მცველი სადაღმოჩნდა და საკმაოდ ტექნიკურადაც ითამაშა ამ ეპიზოდში მეკარე მოატყუა და ძალიან კარგი მოძრაობა ჰქონდა ძალიან კარგი ეს ერთი მოძრაობა და შემდეგ უკვე არაფერი აღარ უშლიდა ხელს 2-0 ეს უკვე გამარჯვებაა და უნდა ვთქვათ რომ იბერია კვლავ სულ რამდენიმე წუთში შეიძლება წამშიც კი ისევ გადავა პირველ ადგილზე სატურნირო ცხრილში და დასრულდა შეხვედრა და იბერია კვლავ პირველ ადგილზეა 68 ქულა აქვს იბერიას ამდენივე გორის დილას და ეს ორი გუნდი განაგრძობს